დღეს გვაქვს hill climbing კუსტბაზე. გამარჯვებულს გადაეცემა 26 მაისის 200 კილომეტრიანი ბრევეტის საგზური. 85 კილო ადამიანს მოგების პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ნახოთ. იქნება საკუთარი პიარი მაინც გავაუნჯობეს. ეხლა გიგას შევხვდები და დავიძრებით კუსტბისკენ. სანამ გიგას ველოდებოდი, ცოტა ტრექსტენში წავივარჯიშე. როგორც იქნა გამოჩნდა ბატონი გიგაც და ჩემი ველოსიპედისტვის სამზადებს, სამაგრებს. როგორი განწყობაა ბატონი? ვა, ბატონი რეზოც აქ არის. რა ხარ? სრული შემადგენლობით ადგილზე ვართ და მივდივართ. მივდივართ და კუსტბის აღმართი უნდა დავიბროთ. კუსტბის აღმართის დასაფლავი. კონკურენციას ველოდებით როგორი იქნება. მცირე შანსები გვაქვს. იმედია ძირითადად კონკურენცია იქნება. 80 კილოს გადაცილებული ხალხი. ასაკოვანი ხალხი. წავედით. გიგა, შენ მანქანაში ველოსიპედები როგორ ჩავდით? გადასარევად ჩავდით. აგერ გიგა საპატიო ადგილას დააბრძანა თავისი ველო. სველო საქმე არის. არანაკლებ საპატიო ადგილას და ჩემი ალუმინის ველოსიპედი ყავსო და აგეს სადააყენე საწოდავ. ჩამოვედით. ველოსიპედებს ვატყობთ, უბრალოდ რეზოდამ გიგამა აწყვეს ჩემი, როგორც იყო ისევ ისეა. და ახლა უნდა გავაკეთოთ დემონსტრირება თუ რატომ არის კარგი. როდესაც ძველი საბურავი არ გამოგიცვლია და ახალი უკვე გაქვს. აი როგორ აცურავებს, რადგან არ ადარდებს, იმიტომ რომ ძველი ბორბალი აქვს და ახალი ბორბალი კიდე სახში უდევს. დაიშლი ბორბალი, შეჯიბრისთვის რატო არ დააყენა? იმიტომ რომ ზარმაცი. დიდი კონკურენცია არის. ხალხი არის, ყველა მზად არის შეტევებისთვის. ავიწყებთ ახლა შეჯიბრს. დარწმუნებული არ ვარ რომ გავიმარჯვებ, მაგრამ მე ვიცი რომ თავარია მონაწილეობა და ვაიბები, ხომ ასეა? აჰა. მოგვიყევით თქვენ ველოსიპედზე თუ შეიძლება. არის MTB, ყველგან მავალი და არც არ დამაღალატებს. მაგრამ თავარია ხანდახან დაღმართზე ბოლო სიჩქარით არ დავაშვა. კაია? ეს არა, გრეველი. დაბერილია, ტორმიზები გვაქვს. სკამი. მაის მომიწვია. დავასწორო. всё, კაია. საბურავები რა გვაქვს? კარგი. ოჩახ სლიკებზე გადავსულა. შენიერ. ბატონო მამუკა, რას გვეთქვი? ჩემი პატარა გოგო რა. რაიბანი. არაფერზე ხმას არ მოიღებს, ერთი ეს იმე გაჭრი დამირეგულუროს მეტი არაფერი არ ვიცი. ვიწყებთ უკვე ერთ წუთში, ვემზადებით. ყველა უნდა დავდგეთ. რავარო ჩართოთ ვისაც გაქვს ყველას ბარემ მქონდეს ეს ისა. აბა, ჩავაგდე. დავედი. ქაოსური სტარტის შემდეგ მე და გიფსი გავყევით Storm Rider-ის შეტევას. რაც დიდი შეცდომა იყო, იმიტომ რომ პირველ 2 წუთში მთელი ენერგია დავხარჯე და ვეღარ გავაგზავნე შესაფერისი ტემპიცია. არ უნდა გავყოლოთ თქვენ. აუ, გიგა დაგვეწია. ამ მომენტიდან უკვე ჩამოვში გიფსის. მე სანჩიმ და რეზომას გადამასწრეს და ესე ქოშინით ვივედი ფინიშამდე. აკეთ არ ჩაგეწლება. ნახე რუსთაველები 3 ადგილი 5 ევროშია 3 ვარ. ნახე ზე გამოვიდა კაკრას დაჯილდოების. ვაჯილდოებთ ბრევეტის ბილეთით. ბრავო! ნახევარი მაქვს რეკორდი და ეხლა ვერ გავქეჩოდი. ავასრულეთ შეჯიბრი. პირველი ადგილოსანი. აგერა ყავს. გილოცავთ.
მეორე ადგილი ბატონი გიგა, მესამე ადგილი ბატონი გიფსი. იქნება მარი შემდეგი? გრუნტის შეჯიბრება იქნება კეთხვით სადი. მადლობა. ბოროტებას ო, კარგია, მადლობა. ოპა. შეჯიბრი დასრულდა. წავაგეთ აქ მართლა. მაგრამ ჩვენი გამარჯვება არის ის, რომ ახლა მუხაწყავრიდან სხალდიდში გადავდივართ. და იქიდან ქვემოთ ყლუდათამდე და მერე უკან. ასე რომ გამარჯვებულები ჩვენ ვართ. სხალდიდით ამოვიარეთ. ვიმართებით ნახშირგორისკენ ახლა. აი ესეთი გზა არის ქვემოთ ყლუდათისკენ მიმავალი. ულამაზესი. ესეც ყლუდეთი. ამოვედით ყლუდეთში აქედან წყნეთის შემდეგ რო გადმოსახედია ის ჩანს. მივდივართ ახლა ქვემოთ ყლუდათისკენ. გადავში მაგრამ სად ვართ რობი? ჩვენ ვართ წყლულეთის ზემოთ. აჰა, ზემოთ ყლუდეთში ვართ და აგერ წყაროსთან დავაფინიშებთ რა. ქვემოთ ყლუდეთში აღარ წავალთ. რამდენი მანქანა შეხვდა? რავი, 2. 2. ასე რომ აქვეა ხალხო, ამოდით ხოლმე იარეთ. წამოვედით. უკან მოbrუნდით და ახლა ყველაზე დიდ აღმართს ავდივართ. კაი ტური გამოდის. შვენიერი. დავბრუნდით მუხაწყაროს ხანეს. ხა წენგველის დაშვება ნაფეტურებზე. ნახოთ. იმედია მშვიდობიანად დავაშვებთ. A few moments later. ჩამოვედი ახლა უკვე ფონეჭალისკენ მივდივარ ავტობანზე ვარ. მოვიარეთ სტუდენტი. ძალიან კაი იყო. უკან დაშვებისას ნაფეტურებთან მოსახლეში ავილეძე მე და მივიყოლე სანჩი. მაგრამ კარგად გადავრჩით. უბრალოდ ნაკადრები მაქცევზე და იქ. საბოლოო ჯამში ძალიან კაი იყო. შეჯიბრით და ტურიც.